ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას და როგორც მარიკამ დაანონსა, ექსტრემალურ სპორტთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ. ყველაზე ექსტრემალური ათლეტების სამყაროში გადავინაცვლებთ ახლა გუდაურში. იქ უკვე დასრულდა მსოფლიოს 21 ქვეყნის 88 საუკეთესო ათლეტის შეჯიბრი. ზამთრის სეზონის ბოლო საერთაშორისო ასპარეზობის დეტალები ვნახოთ ქეთი ილურიძის რეპორტაჟში გუდაურიდან. დღეს გუდაურში ექსტრემალური სპორტული ბრძოლა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ერთმანეთს შეეჯიბრება სისწრაფეში, გამბედაობაში და ექსტრემალური ილეთების შესრულებაში. სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასი იწყება, მაგრამ ჩვენ იმედის დღის სტუდიიდან ამას ვერ გავაშუქებთ, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩავიდეთ გუდაურში. თოვლის, ექსტრემის და ჩემპიონების მხარეში. ამინდი არის იდეალური ტრასაც გადასარევი, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსში და ახლა ერთად ვნახავთ თუ ვინ გახდება ჩემპიონი. გასაკვირი არა, სეზონის ბოლო საერთაშორისო სპორტული ასპარეზობისთვის გუდაურში რომ ჩავიდოდით. ჯერ მსოფლიო თასის ეტაპის განრიგს გავეცანით და ვიდრე საშეჯიბრო ტრასაზე ბრძოლის ჟიმი, ადრენალინი და გამსახურებული ემოციების ხმა დატრიალდება, მედიის წარმომადგენლები გამარჯვებულ ქვეყანაზე ფსონებს პირადი სიმპათიით ვაკეთებთ. იტალიელებს ბალეში კობერცელს კი იმედია მოიგებენ. ერთის რომ პროდუს დაიწყება. არა, იტალიელები. იტალიელებთან ერთად ახლა გუდაურში ამერიკელს, ავსტრიელს, გერმანელს, ბრაზილიელს, ჩინელს, ესპანელს, მოკლედ 21 ქვეყნის საუკეთესო 88 სპორტსმენს და მათ ტექნიკურ გუნდს ხვდებით. შეჯიბრის დაწყებამდე ტექნიკური სტაფი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორდის გამართვაზე ზრუნავს. ეს საიდუმლო ფორმულაა გამარჯვებისთვის. ამიტომ ინტერვიუს ჩასაწერად მთის წვერზე ვითანხმებ. იქ სადაც გამარჯვებამდე თითოეულ სპორტსმენს წუთები აშორებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სტარტის ადგილი, სადაც აი ახლა რასაც ჩვენ უყურებთ, აქ არიან 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი, თავიანთი ტექნიკური ჯგუფით და რა ხდება? მუშავდება ბორდები, ემზადებიან სტარტისთვის და იმისთვის, რომ ყველაზე წარმატებულად შეძლონ ასპარეზობა. ვიდრე სპორტსმენები საუკეთესო შედეგზე ფიქრობენ, მათი ტექნიკური გუნდი რწმუნდება, რომ ბორდები იდეალურად არის მომზადებული. შეჯიბრის უფროსი გვიყვება, რომ ხშირად მთავარი ბრძოლა აქ იწყება, სადაც ტემპერატურას ცვილი განსაზღვრავს. სპორტსმენები დაახლოებით 4-5 ეშვებიან, გააჩნია რომელ რაუნდში გადავლენ და ყოველი დაშვების წინ სერვისმენები, ვინც ყავთ ესე ტექნიშენს ეძახიან, უმზადებიან, რომ უფრო სწრაფი იყოს ბორდი ამ შემთხვევაში. ცვილის ტიპი, სამაგრების კუთხე, კიდეების სიმკვრივე, თითოეული დეტალი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენი საქმეა, რომ ბორდი იყოს იდეალურად დამუშავებული. ეს ერთდროულად მეცნიერება და ხელოვნება. დღეს ძალიან ცხელა, ამიტომ შეჯიბრის დაწყებამდე ბორდის ახლიდან გადაწყობა მიწევს. ეს ისეთი პროცესია, რომელსაც მხოლოდ სნოუბორდის ნამდვილი ფანები გაიგებენ. სპორტსმენები, რომლებიც მთელი წელი ამ დღისთვის ემზადებიან და ტრასა, რომელიც საუკეთესოს ამოარჩევს. 10 წუთში დაიწყება დათვალიერება ტრასის, თოვლის საფარს ინჯავენ, იქ შეიძლება რამოდენიმე კარები იყოს შეცვლილი წინა დღისგან განსხვავებით, ასე რომ ინსპექცია აქვს, შემდეგ დაიწყება ფინალები. სნოუბორდ კროსის შეჯიბრის დროს შეიძლება ყველაფერი წამებში შეიცვალოს. ვინც უპირატესობას თავიდანვე მოიპოვებს, დიდი შანსია ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთოს. თუმცა მსოფლიო თასის ფინალები იმდენად დაძაბული აღმოჩნდა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა ხშირად ფოტოზე გადამოწმების შემდეგ აიყვა. სხვადასხვა დაბრკოლებიანი ბუნებრივი თოვლის საფარით მომზადებულ ტრასაზე 4 სპორტსმენი ერთდროულად ეშვება. ეს ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სნოუბორდ კროსია. ხელოვნურად შექმნილი რამდენიმე დაბრკოლების გადალახვას სნოუბორდისტები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს აზარტულ სანახაობას ქმნიან. მე ამერიკელი ვარ. შეჯიბრის წინ ყოველთვის არის მღელვარება, მაგრამ უნდა დარჩემ შვიდი და თან აგრესიული. ეს სნოუბორდ კროსის მაგიაა. კმაყოფილი ვარ. რთული იყო, მაგრამ ასეთ დროს ადრენალინი და გამარჯვებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო იმატებს. ადრენალინი, ზუსტი ტექნიკა და სისწრაფე ახლა აქ ერთად იგრძნობა. ათლეტებს უწევთ არა მხოლოდ სისწრაფეში, არამედ სწორ მანევრირებაში შეეჯიბრონ ერთმანეთს, რადგან მცირე შეცდომაც კი შეიძლება დიდი დისტანციის დაკარგვის მიზეზი გახდეს. ვიცი ბორდი და ვიცი რა სიამოვნებას იღებ, როდესაც ამ ტრასაში მოვიხარ. ზე უფრო კარგია თუ შეჯიბრის ყურება? ორივე ძალიან კაია, მაგრამ შეჯიბრის ყურება ჯობია. საფრანგეთიდან ტომას გულს შემატკივრობდი, მაგრამ რო დავარდა, ეხლა ზუსტად არ ვიცი.
დაიკავა პირველი ადგილი ქალებს შორის ფრანგმა სპორტსმენმა ჯულია პერეირა დე სოუზა. ბიჭებს შორის გამარჯვებული კი ავსტრიელი იაკობ დუშეკი გახდა. გუდაურში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ეს ძალიან კარგი ადგილია. ბედნიერი ვარ ჩემი შედეგით. სიგიჟე იყო. ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან 3 წელია რაც შეჯიბრზე ტრავმის გამო არ გამოსულ ვარ. ასე მოექცა გუდაური მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში. სკი და სნოუბორდ კროსის წარმატებულად ჩატარების შემდეგ სპორტულ რუკაზე კიდევ ერთხელ რომ მოინიშნა. მადლობა საქართველოს და გუდაურს, შესანიშნავი შეჯიბრი იყო. ორგანიზატორებისთვის იყო ბევრი გამოწვევა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგია. მაღალი დონის შეჯიბრი გამოვიდა. ვნახეთ შესანიშნავი სნოუბორდის ასპარეზობა. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან. მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულმა საერთაშორისო სპორტულმა ღონისძიებამ 2024 და 2025 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურში და ბაკურიაში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. ეს იყო მესამე მსოფლიო თასი, ასევე ჩავატარეთ სვანეთში კონკრეტულად ეთნულზე ფრირაიდ ვოლტური, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე საქართველოში. რა თქმა უნდა, მსოფლიო თასების და კონკრეტულად სნოუბორდ კროსი, რომელიც არის გუდაურში, ეს დიდი პოპულარობით არის კონკრეტულად ამ ლოკაციაზე და არა მარტო ამ ლოკაციაზე მთელ საქართველოში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კალენდარი, ამ კალენდარს ვაგრძელებთ. სნოუბორდ კროსში სრიალი და შეჯიბრი დღის ერთი ამბავია. მეორე ამბავი გართობა და გიზგიზი იყო. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე. გემოვნებიანი მუსიკით, გემრიელი საკვებით, ბარით, გართობით და საუკეთესო განწყობით. გუდაურში არც ის დავიწყებიათ, რომ 8 მარტს გამართული მსოფლიო თასის ფინალები ქალების განსაკუთრებულ დაფასებას რომ მოითხოვდა. ამიტომ სნოუბორდ კროსის მონაწილეები დადებითი ემოციებით, თასებით და ვარდებით გავამგზავრეთ.